არ არის საუცლებელი რომ რაიმეზე უარი ვთქვა სახელმწიფო სუფრაზე. უბრალოდ აი ჩვევების ნაწილი შემოვიტანოთ, რომელიც ყველაზე მეტად დაგვეხმარება სახელმწიფო პერიოდში. არ ვიშიმშილოთ უბრალოდ სახელმწიფო სუფრამდე, იმიტომ რომ ძირითადად ასე ხდება და ამის გამოცდილება გვაქვს, რომ აი საღამომდე არავის არ ცალია ერთი რომ საკვები მომზადოს და რეგულარულად იკვებოს, მithumetes თუ მას პინძელი სახლში ამზადებს საკვებს და რაღაცნაირად ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ არ მივერთვათ საკვები, იმიტომ რომ აი საღამოს უფრო გემრიელად გაიშლება სუფრა და მithumetes ესეთ რაღაცებს შევჭამთ, რაც არ გვიჭამია დიდი ხნის მანძილზე, მაგალითად დამახასიათებელი კერძები, რომელიც კონკრეტულად ახალი წლისთვის არის. ახალი წლის მაგიდაზე გვხდება ხოლმე. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იქნება, რომ ეს დღე არ გამოვტოვოთ და ვიკვებოთ დღის მანძილზე, საუზმე იყოს მაქსიმალურად ბალანსირებული და სრულფასოვანი, შუა დღის კვებაც ასეთი იყოს და დამიჯერეთ ბევრად უფრო კომფორტულად ენერგიულად და ხალისიანად შევხვდებით საღამოს სუფრას და უფრო მეტად შევირგებთ ვისიამოვნებთ სახელმწიფო კერძებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვექნება შიმშილის შეგრძნება და ვერ შევჭამთ მაგიდაზე არსებულ საკვებს, პირიქით, უფრო მეტად შევძლებთ, რომ საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციის ფონზე უფრო კარგად შევიგრძნოთ ეს საკვები, უფრო გადვიცნობიერებულად ვჭამოთ და ცოტა აბსოლუტურად ყველაფერი გავსინჯოთ.